აიმანი ვერაზე და რაინდული შუქჩრდილების დილემა, ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც ნომერ მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. მე-19 საუკუნის თბილისი და ურთიერთობა, რომელიც მაშინდელი დედაქალაქის მთავარი ღირსება იყო. დღეს ნომერ მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საინტერესოდ თეატრალიზებულად წარმოადგინეს. მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს თბილისის ძველი უბანი ვერა, ყარაჩოღელები, ქურთი მეესოვე, გიჟი მარგო და სხვა პერსონაჟები. საინტერესო თბილისურ წარმოდგენას თან ახლდა სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები, რომელიც როგორც ეპოქას მისი ხასიათით და განწყობებით აცოცხლებდა. საჯარო პაემანი ვერაზე შედგა. მაია ღლონტის სცენარმა, მაია თოთიბაძის მუსიკალურმა გადაწყვეტამ და კობა დუნდუას სახასიათო საცეკვაო ნომრებმა მე-9 კლასელების შესაშური არტისტიზმით დღეს მაყურებელი ძველ თბილისში ნამდვილად ამოგზაურეს. ჩვენი სათქმელი რაც იყო ის, რომ მე-19-მე-20 საუკუნის თბილისი დარჩენოდა ისტორიას და ვიცით რომ დარჩება, მაგრამ ჩვენივალი მოგვეხადა, ვფიქრობ რომ მაქსიმალურად შევასრულეთ, რა თქმა უნდა უკეთესი მუდმივად შეგვიძლია. მაგრამ ამდენხნიანი შრომის შედეგად მგონია რომ შესაბამისი შედეგი მივიღეთ. თავად თუ ისიამოვნეთ ამ ყველას. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო პროცესი მაინც ამ ყველაფრისთვის მზადებაა და ეგ პროცესი მაინც განსაკუთრებული არის ჩვენთვის. დღეს ჩვენ წარგიდგინეთ მე-9 პირველი კლასის მოსწავლეებმა თეატრი პაემანი ვერაზე. ეს ჩვენთვის იქნება ძალიან დასამახსოვრებელი. ჩვენში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია და ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენს ღონისძიება იყო საკმაოდ შემეცნებითი და საინტერესო. ბევრი ვეცადეთ და დიდი ხანი მუშაობდით ამაზე და ვცდილობდით რომ გამოსულიყო ხალხისთვის საინტერესო და კარგი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რაც ჩანაფიქრი გქონდა, მაქსიმალურად ისე გავაკეთეთ როგორც გვინდოდა და ძალიან რა გინდოდა ერთად მაყურებელი ხალხს შორის ურთიერთობა რომ სულ უკეთესობისკენ უნდა მიდიოდეს ალბათ და სულ უნდა იცვლებოდეს პოზიტიურად. დღეს კიდევ ერთხელ გაგვახარა მეორე საჯარო სკოლა და განსაკუთრებით მე-9 კლასმა. შარშა როცა ამ ბავშვებს უყურე არაჩვეულებრივი წარმოდგენა ჰქონდათ, დღეს კიდევ უფრო სასიამოვნო, უფრო გაზრდილები არიან, ულამაზესები არიან, უსაყვარლესები არიან და ვიმედოვნებ რომ იმ ღირებულებებზე, რაზეც დღეს ჰქონდათ საუბარი, ეს ბავშვები თავიანთ ცხოვრების წესად დაიწყებენ და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს უსურებ მათ. მე ვარ დღეს ძალიან გახარებული იმის გამო, რომ მე-9 პირველი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით არაჩვეულებრივი პიესა ვიხილეთ პაემანი ვერაზე. ის რაც ამ ბავშვებმა დღეს გააცოცხლა ჩვენს წინაშე, დარწმუნებული ვარ ცხოვრების საგზად გამოადგება მათ და მუდამ ადამიანურ სახეს ატარებენ. მადლობა მინდა გადაუხადო კლასის დამრიგებელს, ძვირფას მშობლებს, თითოეულ მოსწავლეს, ყველას ერთად და ყველა იმ შემოქმედებითი ჯგუფის წევრს, ვინაც მონაწილეობა მიიღო ღონისძიების მომზადებაში. ამ ახალგაზრდებთან მუშაობა არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს არიან ადამიანები, მომავლის ადამიანები და ღონისძიებას ერქვა რაინდული შუქჩრდილების დილემა და მართლა შუქი იყო და მართლა სინათლე იყო, ყველამ დავინახეთ ეს სინათლე და დიდხანს გავყვება ალბათ. დიდი მადლობა ამ ბავშვებს. სიმართლე გითხრათ, ღონისძიების მიზანი რომ გაგვეკეთებინა ეს თვითონ ბავშვებიდან წამოვიდა. შემდეგ დავფიქრდით რაღაცა სიყვარულის დღე მოდიოდა და ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის როგორც დამრიგებლისთვის და მასწავლებლისთვის თავარი არის რომ აღზარდო ეს ბავშვები ისე რომ ადამიანური ურთიერთობები ვასწავლო. აი ზუსტად ეს იყო პაემანი ვერაზე, რაინდული შუქჩრდილები, რაც დღეს ცოტა ნაკლები არის და მეტად სჭირდებათ ბავშვებს ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა რომ ნამდვილი და კარგი ადამიანები გაიზარდონ და სწორი ცხოვრებით იცხოვრონ.